ჩვენ ადამიანებს გვჭირდება ტკივილი იმისთვის, რომ რაღაც არა მარტო გავიგოთ, არამედ გავიაზროთ. რამოდენიმე დღის წინ ნახე ვიდეო, როდესაც ადამიანი ამბობდა, ადამიანმა რომელმაც თითქმის ალბათ ნახე მისი მთლიანი ცხოვრების ნახევარი ალბათ უკვე გალია, სადღაც 60 წლამდე იქნებოდა ეს ადამიანი და ადამიანი ამბობს ესეც ამას, მე ყოველდღე ვარ ბედნიერი. და გამოიტანა ეს ახალგაზრდა სხვა ადამიანმა ეს ვიდეო, როგორც საქილიკო ვიდეოდ და ამბობს ესეც რაღაცას, როგორ შეიძლება მაშინ, როდესაც ომია, მაშინ, როდესაც ესეთი რაღაცები ხდება, მაშინ, როდესაც ეს, ესეთი ამხნის ადამიანი ამბობდე, რომ შენ ყოველდღე ხარ ბედნიერი. საქმე ეს არის, რომ არის რაღაცები, რასაც სჭირდება ასაკი და არა მარტო ასაკი, გააზრებაც. შეიძლება ადამიანი ისე მიხვიდე ღრმა ასაკამდე, რაღაცეები ძალიან ვერ გაიგო. მაგრამ მიხვიდენ რაღაცა ისეთ ასაკამდე, სადაც გვქვია, ცოტა ახალგაზრდა, მაგრამ რაღაცები გაიგო. ამ ახალგაზრდამ აშკარად ვერ გაიგო რაღაცები და ნახეთ, ეს ადამიანი, ვინც ამბობდა, რომ მე ყოველდღე ვიღვიძებ და ვარ ბედნიერი, ეს არის ადამიანი, რომელმაც უდიდესი ტკივილიანი ცხოვრება გაიარა და ადამიანი, რომელიც ასაკში ეღირსა სიმშვიდეს და იმ ცხოვრებას, რომელიც მას სულ მოსწონდა და სულ უნდა რომ ქონოდა. და ეს ადამიანი მაშინ, როდესაც მთელი ცხოვრების რყევები და ქარტეხილები ფაქტიურად გაიარა და შეხედა, ისიც ნახა, ბოლო მიხვდა, რომ ადამიანი იმისთვის, რომ იყო მადლიერი, ბედნიერი, არ გჭირდება დიდი რაღაცა ცა გაიხსნა, ანგელოზებმა ჩამოგძახეს, რაღაცები დაგემართა, აღარ გჭირდება გრანდიოზული ცხოვრებისგან მტკიცებები, რომ შენ დღეს რო ხარ ადამიანი, უკვე ბედნიერი უნდა იყო. და კი აქამდე, აი ამ გააზრებამდე ადამიანი მიდის, თავისით არ მოდის ეს მოსაზრებები. ნახეთ, ყოველდღე მართლა ვარ მადლიერი ადამიანი, მაგრამ ყოველთვის ესე არ ვიყავი. ყოველდღე მიხარია, რომ ვარ ადამიანი და მიხარია, რომ ყავს შვილები და ჩემი შვილები არიან ჩემთან და მაქვს საშუალება, რომ ჩემი შვილები გავზარდო მე თვითონ. და რატო ვამბობ ამას? ყოველდღე, როდესაც გავდივარ ქუჩაში, ხა იმ დღეს წვიმიანი ამინდი იყო და ამშრალით და გუბე იყო დარჩენილი მხოლოდ, ძაღლი იყო მისული და ამ გუბიდან წყალს სვავდა. და ეს გუბიდან რო წყალს სვავდა, ძალიან დავაფიქსირებ, მაგრამ ყოველდღე ძაღლებს ვაფიქსირებ ძალიან და ვფიქრობ, რა ბედნიერი ვარ, რომ ადამიანად დავიბადე და არა რომელიმე ცხოველად. ეხლა ვიღაც იტყვის, ზოგჯერ ცხოველები უფრო ბედნიერები არიან, აი მაგალითად მდიდარ ოჯახებში მოხვედრილი ცხოველები, ანდაც ისეთი კარგად მოვლილი ცხოველები, რომლებიც სახლებში ყავთ და ბევრი ადამიანის ცხოვრება სჯობია. წარმოიდგინეთ, ეგეთ ცხოველებსაც კი შვილებს უჩუქებენ და უყიდიან. ამიტომ შენ ხარ ადამიანი, რომელსაც შვილს არავინ არ გიჩუქებს და არავინ არ გიყიდის. ყოველ შემთხვევაში მე ახლა ვწერ ამ ვიდეოს და ამ ეპოქაში სად როდის რა იყო, გავიარეთ. მაგრამ დღეს არავინ შვილებს არ გიყიდის, ისე როგორც ცხოველებს უყიდიან. არის რაღაცები, როდესაც პატარა მომენტებს დაიჭერ ადამიანი და ფიქრობ, რომ აი კი, მე დღეს ნამდვილად ვარ ბედნიერი და მადლიერი ადამიანი და მით უმეტეს მერე ადამიანს თუ დამატებით ბონუსად დაუმატა ცხოვრებამ ის, რომ წაართვა სიკვდილით ადამიანი, რომელიც არის მისი ცხოვრების დიდი შოკი, ტრამვა, ტკივილი. ესეთი ადამიანი კიდევ უფრო მეტად აფასებს და მადლიერია დანარჩენი ცოცხალი ადამიანების და უფრო მეტად
ეძვირფასება მათი ცხოვრება და ის რომ მათ ხედავს. აი ეს კიდე დამატებითი ბონუსია, რაც ცხოვრებამ ესე თავზე დაგაბერტყოს შეიძლება. და კი ამ ცხოვრებაში ნამდვილად არაფერია ისეთი ლამაზი, არაფერი ლამაზი არ არის. ყველგან ტკივილია, ყველგან წვალებაა, ყველგან წამებაა. თუ შენ ადამიანმა რაღაცა პატარა მომენტები, პატარა მარგალიტები არ დაიჭირი ამ ცხოვრებაში, რომ კი, აი ამითი ვარ მე მადლიერი და ბედნიერი და შენ თუ უსმენ ამ ვიდეოს და ესე იგი შენ ხარ ადამიანი და არა ძაღლი, იმ ძაღლებზე, რომელზეც მე ვსაუბრობ, ესე იგი უკვე ხარ ბედნიერი ადამიანი, იმიტომ რომ შენ ხარ ადამიანი და შენ გაქვს საშუალება მიიღო რაღაცა გადაწყვეტილებები, თუ დღეს რაღაც არ მოგწონს შეცვალო. შენ ამის საშუალება გაქვს. შენ არ ხარ ძაღლი, რომელსაც პატრონმა უნდა დაუდგას წყლიანი თასი იმისთვის, რომ წყალი დალიოს. და არც ის მაწანწალა ძაღლი ხარ, რომელიც ქუჩაში ეძებს წყლებს, რომ დალიოს. კი, ნამდვილად ესეა. პატარა წვრილმანების გააზრებაში და მათ დაფასებაში ამ ცხოვრებაში სილამაზე. დიდი უბრალოდ არ არსებობს. წარმატებები ჩემო ძვირფასებო და გისურვებთ, რომ გამოიმუშაოთ ყოველდღიური მადლიერება და ცხოვრებას ნამდვილად გაგიმარტივებთ. აბა, დროებით.